მიმართულებას. ჰუმანიტარული მეცნიერებები, ანგლისტიკა ამ შემთხვევაში დაემატა გავლილი კურსები და პროგრამის სხვა კურსები, ეს ორი გადასასვლელი ლინკი და აქვე დაემატა პროგრამის აღწერა ყველასთვის. და იგივე არის აქ დავაჭერთ თუ ჩამოვალთ გავლილი კურსები, ესე გადმოხდება. შევხედავთ ჩვენს გავლილ კურსებს, აქ არაფერი არ შეცვლილა. ერთადერთი რაც სიახლეების ზოგადი მოდულიდან შესავალი თანამედროვე აზროვნებაში, შეხედეთ, აქ შეგვიძლიათ მართოთ. ანუ აქ მანამდე იყო რომ შეკითხვები ისმებოდა რომ შესავალი თანამედროვე აზროვნებაში უკვე გადმოსული მაქვს. ჩემს ძირითად პროფილში, ძირითად პროგრამაში და რატომ მიკრიბავს ჯამს. აი ამ შემთხვევაში თუ მართვით გადავიტან, თუ ახლა უკვე გადატანილია, აქ ჯამში აღარ ჩათვლის. იქნება გადმოსული უკვე აქეთ ხარის ჩვენ მიერ მართულად. რაც შეეხება სხვა კურსებს, ხვდებით ალბათ რომ სხვა კურსები არის ის სავარაუდო კურსები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ჩვენს პროგრამას, როგორც სავალდებულო სტატუსით, ასევე სავალდებულო არჩევითი სტატუსით და არჩევითი სტატუსით შესაბამისი ფერებით არის არჩეული. მონიშნული უკაცრავად და შეგვიძლია შევხედოთ საგნების გასავლელი არის სავალდებულო ლურჯი ფერით, არჩევითი საგნები არის ყვითელი ფერით, ანუ დამატებით რა გვაქვს გასავლელი, ასე მწვანე ფერით, კონკრეტულ სტუდენტთან გასავლელი ყვითელი ფერის და ლურჯი ფერის საგნებია. რაც შეეხება აი ამ მწვანე მინიშნებებს, ეს მწვანე მინიშნებები ნიშნავს, რომ ამჟამად მოცემული დროისთვის ამ საგანზე უკვე არის შედგენილი ცხრილი და ეს საგანი თქვენ შემოგეთავაზებათ არჩევის რეჟიმში. სხვა საგნები, სასწავლო კურსები არის ამ წუთისთვის შეიძლება კიდევ ხდება მათზე ცხრილის მიბმა, ან შეიძლება საერთოდ აღარ მოხდეს და შეიძლება შემდეგ სემესტრში გაიაროთ. შესაბამისად, მხოლოდ ის საგნები შეგიძლიათ შემდეგში აირჩიოთ, რომელსაც ესეთი მინიშნება ექნება. ნებისმიერ საგანს შეგვიძლია შევიდეთ, ვნახოთ. ნებისმიერ საგანს დავათვალოთ, ხედავთ კიდეც ჯგუფი, ლექტორი ჩანს. და შესაბამისი სილაბუსით აქვე შეგვიძლია წავიკითხოთ. გადავწყვიტავთ გვინდა თუ არ გვინდა ამ საგნის შესწავლა. შემდეგ ხედავთ ახალი ღილაკი არის არჩევის ღილაკი. სწორედ არჩევის რეჟიმის გააქტიურებისთანავე, რომელიც სავარაუდოდ ჩაერთვება 25 ან 26 სექტემბერს, ესე იგი 4 შაბათს ან 5 შაბათს ამ დროისთვის აი ეს ღილაკი უკვე იქნება ხელმისაწვდომი. ხედავთ არჩევის რეჟიმი გამორთულია ამჟამად და ამ ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ რეგისტრაციის გაკეთება საგანზე, ანუ არჩევა.